მოკლედ მოდი სწრაფად გადავხედოთ გიორგი მამარდაშვილსა და გიორგი მიქაუტაძის ამბებს. ხო იცით, ეს ორი ქართველი ბიჭი ახლა ევროპაში მართლა ყურადღების ცენტრშია თავისი თამაშით ბოლო დროს. ხო და ვნახოთ რა ხდება კონკრეტულად. პირველი მოდი მამარდაშვილზე ვთქვათ. ჩვენს მეკარეს გიორგის ოფიციალური დებიუტი ჰქონდა ლივერპულში, თანაც ინგლისის ლიგის თასზე, საუთჰემპტონზე თამაშდნენ და მოიგეს 2-1. და რა იყო იცით? აი მე-6 წუთზე ეგრევე რა ბურთია იყო. კარგი თამაშია ჩვენა, თავდაჯერებული იყო. კი ამბობენ რომ რაღაცეები კიდევ დასახვეწია, მაგრამ თავარია კარგად დაიწყო. გაშვებულ გოლში კიდე ბრალი არ ქონია. ლივერპულიც შემდეგ ეტაპზე გავიდა. ახლა მეორე ამბავი. გიორგი მიქაუტაძე ვილიარეალში. აქაც კარგი ამბებია. ლა ლიგაში სელიასთან მოგებაში ანგარიშით 2-1. მართლა გადამწყვეტი როლი ითამაშა. წარმოიდგინეთ, შევიდა 79 წუთზე, როცა 1-1 იყო. და ცოტა ხანში რა გააკეთა? ფანტასტიკური დრიბლინგი და საგოლე პასი. მანორ სოლომონს გამარჯვების გოლი. ფანები გადაირივნენ, ზოგი უკვე მეფესაც ეძახის. მწვრთნელიც მარსელინო ამბობს, რომ კარგია, კარგად ეწყობა გუნდს, თუმცა ადაპტაციისთვის რა თქმა უნდა დრო უნდა. ისე სამთამაში უკვე გოლიც აქვს და საგოლე პასიც ლა ლიგაში. მოკლედ რა ვთქვა, ორივე ჩვენი ბიჭი ძალიან დამაჯერებულად იწყებს ახალ კლუბებში და ნელ-ნელა მნიშვნელოვან ფიგურებად ყალიბდებიან.